IT პროექტების მენეჯმენტი, ისევე როგორც ზოგადად პროექტების მენეჯმენტი არის ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი პროფესია, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის ესეთი დიდი დოზი ჩვენ ცხოვრებას შემოსვლისა. მე ვარ თამთა ხუციშვილი, პროექტების მენეჯერი. პროექტებში ვარ 12 წელი მიმუშავია როგორც საჯარო სექტორში, ისე საერთაშორისო სექტორში, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ ძალიან მსხვილ პროექტებსა და პროგრამებზე და ასევე სამოქალაქო სექტორში. ბოლო წლებში სამოქალაქო სექტორის ქრობასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში დავდექი იმ საჭიროების წინაშე, რომ მინდოდა ჩემს პროფესიაში დარჩენა, მაგრამ უნდა მომეძებნა გზები, როგორ განვავითარებდი საკუთარ უნარებს, ისე რომ მომავალშიც აქტიურად მემუშავა პროექტების მიმართულებით. არსებობს ესეთი ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია, პროექტის მართვის ინსტიტუტი. მათი კვლევით 2025 წლისთვის 25 მილიონით მეტი პროექტის მენეჯერის საჭიროება იქნება გლობალურად. ამ პროექტის მენეჯერებში ყველაზე მოთხოვნადი იქნება IT პროექტების მენეჯერები და პროექტ მენეჯერები, რომლებიც კარგად იცნობენ ციფრულ პროდუქტებთან მუშაობის სპეციფიკას. სწორედაც ამან გადამაწყვეტინა, რომ ამ მიმართულებით დამემატებინა ცოდნა და ძალიან საინტერესო კურსს მივაგენი Skillwheel-ის კოლეჯში, რომელიც იყო სრულად დისტანციური. ის პრაქტიკული დავალებები, გუნდური თუ ინდივიდუალური სამუშაოები, რომელსაც კურსის ფარგლებში გვთავაზობდნენ, მე მაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ შემევსო აი ეს პრაქტიკის ნაკლებობა IT მიმართულებით. აღნიშნული კურსი მთავაზობდა როგორც ინდივიდუალურ ისე გუნდურ დავალებებს და ასევე პროფესიის მიღმა ექსტრაკურიკულარულ დავალებებს, რომელიც ორიენტირებული იყო ჩემი სოციალური უნარების განვითარებაზე. კურსმა ჩემი მოლოდინები სრულად გაამართლა, რადგანაც ეს პრაქტიკული სწავლება, რომელიც მიდიოდა პრაქტიკოსი ტრენერის მიერ და მას ჰქონდა გარდა თეორიული ცოდნისა ძალიან კონკრეტული кейსები, ეგრეთ წოდებული ანუ კონკრეტული მაგალითები საკუთარი პრაქტიკიდან. ძალიან მეხმარებოდა აღმექვა რეალურად როგორ მუშაობს IT პროექტის გუნდი. ასევე აი ეს სიმულაციური დავალებები, სადაც შემეძლო მომერგო IT პროექტის მენეჯერის როლი, ან პროდუქტის მფლობელის როლი, ზოგჯერ დეველოპერის როლიც, იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლეთ ამ კურსის ფარგლებში როგორ ვესაუბროთ IT პროექტის გუნდს, რომელიც თავის კონკრეტულ ენაზე საუბრობს და ეს ხდებოდა სწორედ აი ამ პრაქტიკული დავალებებით, მათ შორის ციფრული პლატფორმებისა და აპლიკაციების გამოყენებით, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში IT პროექტების გუნდები იყენებენ, მათ შორის Jira, მათ შორის Miro და ასე შემდეგ. ამ კურსის გავლის შემდეგ უკეთესად შემიძლია ვიმუშაო ჩემი მიმდინარე პროექტების იმ პროდუქტებზე, რომელიც არის ციფრული პროდუქტები და მუშაობენ IT გუნდები. მომავალში ვფიქრობ, რომ უფრო თავისუფლად შევძლებ IT მიმართულებით მთლიანად ტრანსფორმაციას და ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ეტაპზე შეიძლება იყოს გარდაუვალიც, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტად მატულობს ციფრული პროდუქტები ჩვენს ცხოვრებაში და ალბათ ყველა პროექტის მენეჯერს სჭირდება საკუთარი უნარების განვითარება ისე, რომ მომზადებული იყოს დეველოპერებთან ეფექტიანი მუშაობისთვის.